ამ ბოლო დროს მაღალი რანგის პოლიტიკოსების გასამართლება გმირთა მოედანზე საცობივით ყოველდღიურ ამბავს დაემსგავსა. საფრანგეთში მარინ ლეპენი გაასამართლეს და შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც აუკრძალონ. დიდ ბრიტანეთში ასევე პოპულარული პოპულისტის ნაიჯელ ფარაჟის წინააღმდეგ დაიწყო საპარლამენტო გამოძიებები. ამერიკაში ტრამპს ჰქონდა სასამართლო პროცესები, ისრაელში ნეთანიაჰუს და თურქეთში სტამბოლის მერი გააწესეს იზოლატორში. საქართველოში კი პრეზიდენტი სააკაშვილიდან დაწყებული უამრავი მაღალჩინოსანი ახლაძის ციხეში. ყველა ასეთ საქმეში პოლიტიკოსები ერთსა და იმავე ფრაზას ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, ეს მე კი არა, ჩემს ამომრჩეველს ებრძვიან. ეს ფრაზები მათ დანაშაულს არც ამტკიცებს და არც უარყოფს. პოლიტიკოსს მართლაც შეიძლება გამოგონილი მიზეზებით ცდევდნენ, ან ნამდვილი დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ. მაშინ როგორ მიხვდეთ, როდის არის პოლიტიკოსის გასამართლება დემოკრატიაზე თავდასხმა და როდის დემოკრატიის დაცვა? ამ ვიდეოში პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ამბებზე მოგიყვებით. დღეს ისე ხშირად გვესმის კანონის წინაშე ყველა თანასწორიაო, რომ ეს ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენა გონია. დაახლოებით ისეთივე მარადიული, როგორც არის მისი სამოსვლა აღმოსავლეთიდან, GVP-ის მესიჯი ავარიის შესახებ, ან საშინელი წვიმა ყველა ოფენიერზე. არადა, ისტორიის უდიდესი ნაწილის განმავლობაში პირიქით იყო. ძველ ათენშიც კი დემოკრატიის ნამდვილ აკვანში უფლებები ქალების, ბავშვების და მონებისთვის ისეთივე მიუწვდომელი იყო, როგორც წყალი ქუთაისის საოცურავო აუზებში. შუა საუკუნეების ინგლისში არსებობდა პრინციპი The king can do no wrong, მეფე ვერ შეცდება. არა, განა ინგლისელების მეფე ღმერთი ეგონათ და არა სამჭკვაშვილი, უბრალოდ საქმე ის იყო, რომ მეფე თავად წერდა კანონებს, მეფე თავად წარმოადგენდა კანონს. ისჭებოდნენ მეფის მრჩევლები, მინისტრები და ჯამბაზები, მაგრამ რა კი მეფე თავად იყო კანონის წყარო, ის თავის თავს წითელ ბარათს ვერაფრით ვერ უჩვენებდა. მერე მე-18 საუკუნეში ჯონ ლოკმა და მონტესკიემ იმ დროისთვის რევოლუციურ იდეა ჩამოაყალიბეს, რომ ხელისუფლებებიც უნდა ემორჩილებოდნენ კანონს. ეს იდეა აისახა ამერიკის კონსტიტუციაში, საფრანგეთის რევოლუციის პრინციპებში და თანამედროვე დემოკრატიების ქვაკუთხედად იქცა. ასე დაიბადა სამართლის უზენაესობის იდეა, როგორც ხელისუფლებების და არა მოქალაქეების შეზღუდვის მექანიზმი. ამის შემდეგ დემოკრატიული წესით მიღებულ ყველა ძალაუფლებას წვრილი შიფტით მინაწერი გამოყენების წესები მოყვება. თუმცა მეორე მსოფლიო ომამდე ქვეყნის მეთაურების გასამართლება მაინც ძალიან იშვიათი ამბავი იყო. არსებობდა დაუწერელი შეთანხმება, რომ პარტიები ერთმანეთს ებრძვიან და ძალაუფლების მისაკუთრებას ცდილობენ, მაგრამ წინამორბედ ხელისუფლებებს არ ასამართლებენ. ეს შეთანხმება იმ საკმაოდ რაციონალური გათვლიდან მომდინარეობდა, რომ თუ არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულს ციხეში გაუშვებდა, მაშინ ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება შეუძლებელი გახდებოდა და ქვეყანაში მხოლოდ არეულობის და რევოლუციის სუნი დაისადგურებდა. თუმცა ნიურნბერგის პროცესის შემდეგ გამოირკვა, რომ ომსაც, გენოციდსაც და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასაც ჩვეულებრივი ადამიანების ჩადიან და მათ პასუხი უნდა აგონ. დღეს უკვე ხშირად ვხედავთ, როგორ ასამართლებენ ყოფილ პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და მინისტრებს. საფრანგეთში სარკოზის, ფიონს და მარინ ლეპენს გამოუტანეს განაჩენი, იტალიაში სილვიო ბერლუსკონის, ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს ასამართლებენ ეჰუდ ოლმერტის შემდეგ. ამერიკის ისტორიაში პირველად ყოფილი პრეზიდენტის სასამართლის საქმეებში აღმოჩნდა გარეული. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, აქ ყოფილი პრეზიდენტების გასამართლება ისეთივე ეროვნულ ტრადიციად ჩამოყალიბდა, როგორც ბრიტანეთში ამიძე წუწუნი, საფრანგეთში გაფრთხილება, საქართველოში კი რიგებით ონესთან 31 დეკემბერს. მოკლედ, დღეს გავლენიანი პოლიტიკოსების გასამართლება გამონაკლისი და ნორმად არის ქცეული. მაგრამ ანგარიშვალდებულების ზრდასთან ერთად ამან სერიოზული საფრთხეებიც გააჩნია. რაც უფრო ნორმალური ხდება პოლიტიკოსების გასამართლება, მით უფრო ხშირად გვესმის ბრალდებები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ხშირად ეს მართლაც ასეა. ჩვენს მეზობელ რუსეთში, ბელარუსში და სხვა ქვეყნებში ხშირად იყენებენ სისხლისმღერლის პროცესებს პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად. საქართველოშიც მიიღეს კანონები, რომელიც 10,000-ობით ადამიანს არჩევნებში კენჭისყრას უზღუდავს. ამ კანონს ხელი მოვაწერეთ. მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში როგორ გავარკვიოთ, პოლიტიკოსი მართლა დამნაშავეა, თუ პოლიტიკური ინტრიგების ან მასონური deep state-ის შეთქმულების მსხვერპლი? ერთი მხრივ, კანონი ყველასთვის თანასწორი უნდა იყოს, თუ რამე დააშავე, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს რეიტინგს. მაგრამ მეორე მხრივ, არჩევნების წინ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსისთვის კენჭისყრის უფლების ჩამორთმევა შეიძლება არა მხოლოდ სისხლისმღერლის, არამედ დემოკრატიის საკითხიც ხდებოდეს. შეიძლება რომ ხელისუფლებამ არჩევნების წინ ყველაზე მდიდარი, ძლიერი ან გავლენიანი პოლიტიკოსი დააკავოს, შანსები მოუკლას და შემდეგ თქვას, ჩვენ უბრალოდ კანონს ვასრულებდით. და მეორე მხრივ, შეიძლება რომ პოლიტიკოსი დანაშაულს ჩადიოდეს და პოპულარობის გამო დასჯის საერთოდ არ ეშინოდეს. წესიერ ქვეყნებში სამართლის უზენაესობამ ჯეროვნად რომ იმუშაოს, ამისთვის დამოუკიდებელი ინსტიტუციები არსებობს. დამოუკიდებელი პროკურატურები, აუდიტის სამსახურები და სასამართლოები.
მათ უნდა შეაფასონ არსებობს თუ არა საქმეში საკმარისი მტკიცებულებები და მხოლოდ ამით ხელმძღვანელონ და არა იმისთვის რამდენი მხარდამჭერი ყავს, რა შანსები აქვს მომავალ არჩევნებზე ან რა დაიწერება Facebook-ზე. ეს არის დემოკრატიის ნამდვილი გამოცდაც. პოლიტიკოსის მიმართ დაწყებულმა ყველა სისხლსამართლის საქმემ სამ კითხვას უნდა უპასუხოს. ჩატარდა თუ არა დამოუკიდებელი გამოძიება, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს დაცვის ჯეროვანი უფლება და იყო თუ არა სასამართლო მიუკერძოებელი. და მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ სამართალი აღსრულდა, ან პირიქით, რომ სამართალი პოლიტიკური ანგარიშწორების იარაღად იქცა. ამიტომ ჭირდება სამართლის უზენაესობა, რომელიც სულაც არ ნიშნავს იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკოსები ახსენებენ ხოლმე. სამართლის უზენაესობა იმას კი არ მოითხოვს, რომ მოქალაქეები ემორჩილებოდნენ კანონს, თუმცა ეს მნიშვნელოვანია. პირიქით, ეს პრინციპი ხელისუფლების გასაკონტროლებლად შესაბოჭად და მოქალაქეების სასარგებლოდ შეიქმნა. ის მოითხოვს, რომ ნებისმიერი ძალაუფლება სამართლით იყოს შეზღუდული და არც ერთ პარტიას არ შეეძლოს, რომ კანონები სახაჭაპური ცომივით მოძილოს და ბოლოს ესეთი საშინელება შეგვაჩიჩოს. ამიტომ დღეს თუ ჩვენ სვამთ კითხვას, კონკრეტული პოლიტიკოსი უნდა გასამართლდეს თუ არა, ვამოწმებთ არა მხოლოდ იმას, კონკრეტულმა პირმა დაარღვია თუ არა კანონი, არამედ ვამოწმებთ იმას, ქვეყანაში მართლა არსებობს თუ არა კანონის წინაშე თანასწორობა და სამართლის უზენაესობა. შესაბამისად, მაგალითად, ჩვენ მეტად შეიძლება დავიჯეროთ მარინ ლეპენის დანაშაულებრიობა, რომელიც ევროპარლამენტის თანხების არამიზნობრივ განკარგვაში ამხილეს და თქვეს, რომ ის წლების განმავლობაში ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულს საკუთარ პარტიულ საქმიანობას ახმარდა. რადგან ჩვენ, საზოგადოება, საქმის მასალებს კი არ ვაფასებთ, არამედ საფრანგეთის სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობას განვსჯით. მეტად შეიძლება დავიჯეროთ ნაიჯელ ფარაჟის მიერ მილიონობით ფუნტის ჩაჯიბრვაც და გადასახადებთან მოიბაზობაც, რადგან ამ ყოველივეს დამოუკიდებელი კომისიები იკვლევენ. ხვდებით ხომ? თავარი სამართლის უზენაესობის მდგრადობა და სასამართლო სისტემისადმი ნდობა. სწორედ ამით შეიძლება იცნოს დღეს ევროპაში დემოკრატიის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსიც. ის თანმიმდევრულად უთხრის ძირს სასამართლო სისტემისადმი ნდობას. ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკოსების საქმეების წვრილად გამოძიება დემოკრატიის ნაკლი კი არა ჩანაფიქრია. ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი და სამართლის უზენაესობა სწორედ მაშინ გამოიცდება, როდესაც ბრალდებული სკამზე ყველაზე გავლენიანი ადამიანი ზის. ან როცა არ ზის და უნდა იჯდეს. მაგრამ პოლიტიკოსთან ნამდვილ ანგარიშვალდებულებასა და სამართლის უზენაესობაზე საუბარი ძალიან ძნელია იმ ქვეყანაში, სადაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს სხვა პარტიიდან პიჯაკების საქმეზე 9 მილიონი ლარის გამო 9 წელს უსჯიან, ხოლო საკუთარი პარტიიდან ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომლის სახლიდანაც მხოლოდ ნახტფულად 7 მილიონი დოლარი ამოიღეს, გირავთი უშვებენ გარეთ. სადაც ოპოზიციონერ ქალს პლაკატზე წარწერის გამო წელიწადნახევარს უსჯიან, ხოლო მმართველი პარტიის კაცებს, რომლებიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობენ, გამოსაკითხადაც არ იბარებენ.